ძვირფასო მაყურებლებო, თუ ზუგსა და კისერზე შემაღლებულ ადგილას შენიშნეთ ამობურცულობა, ეს შეიძლება იყოს ბიზონის კუსი. მაყურებელს რა ავხსნათ, ბიზონის კუს სამედიცინო ეწა ქვია დორსუმარი ზურგი, ცერვიქსი არის კისერი, დორსოცერვიკალური ცხიმის დაგროვება. ამ უბანში გროვდება ჭარბად ცხიმი და შეიძლება იმ ზომასაც მიაღწიოს, რომ რაღაცა ესეთი კუზის ფორმაც კონდეს. აი ესეთი დაახლოებით. უი, ამ ხელა შეიძლება. მათ შორის ესეთ ცხიმი გვაქვს ჩვენ რო ვიბადებით. აი მე დასაკოცნი ადგილია ეგ, ბატალია კუკუნა. მაგას მან და არის ყავისფერი ცხიმი. მოკიდებ ხო? ყავისფერი ცხიმი, რომელიც გამოყოფს ძალიან დიდი რაოდენობით ტემპერატურას. და ანუ ჩვენი თერმორეგულაციის დამცავი არის პირველ ეტაპზე, სანამ პერიფერია ჩვენი სიზარღვები და ისინი მიეჩვევიან გარემოს და მე ეს ინვოლუციას განიცდის ეს ყავისფერი ცხიმი. ძალიან დიდი მადლობა, რამდენამეზეა ნაფიქრი ხმე. კი, ძალიან ბევრი რამე. რა ნუ მოზრდილ ასაკში ეს აღარ უნდა. ხო, მოზრდილ ასაკში ეს ეს მიუხედავად ყველაფრისა, დიკა ეს ბიზონის კუზი სამედიცინო კუთხით დაავადებას არ წარმოადგენს. თუმცა აუცილებელია მაინც ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც უნდა შეფასდეს რა მდგომარეობა და რა სიმპტომებთან ერთად არის ასოცირებული, რომ დადგინდეს ზუსტად რომ ნამდვილად ეს არის ეს ეგრეთ წოდებული ბიზონის კუზი, რომ შემდგომ მოხდეს მისი მკურნალობა. ყურადღებოდაც არ არის დასატოვებელი. ხო, არ არის დასატოვებელი, იმიტომ რომ შეიძლება იყოს შეჭიდული რაღაც გარკვეულ სხვა პრობლემებთან რა. მაგალითად, მედიკამენტების ჭარბ მიღებასთან, როგორც არის და სტეროიდული პრეპარატები, აი განსაკუთრებით ეს რევმატული დაავადებების მქონე პაციენტებს ხშირად ჭირდებათ. ასევე შეიძლება იყოს ჭარბწონიანობით გამოწვეული, ანუ კისერშიც ჩაალაგოს ცხირი, შეიძლება კორტიზონის მაღალ დონესთან იყოს შეჭიდული. შეიძლება გენეტიკურიც იყოს. ყოველ შემთხვევაში დიკა ამდენი მიზეზები ჩამოითვალა, ხო? მე ხა გიორგი მოგკითხავდა და ეს მიზეზები უნდა აუცილებლად ექიმმა დაადგინოს. ანუ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ზუსტი სპეციალისტი ყოველთვის საჭიროა და ყოველთვის ელოდება პაციენტს, ვისაც აქვს გარკვეული ჩივილები და ჩვენს გელოდება ჩვენი სტუმარი ექიმი, რომელიც არის ტრავმატოლოგი, ვერტებროლოგი ირაკლი ვარძუკაშვილი და ახლა შემოვა ის ჩვენთან უკვე სტუდიაში. მოგბრძანდით ირაკლი ექიმო. გიორგი წყალშემო თავზე ცხელათან ერთი წყალით თვის და შეგახსენებთ რომ დღეში 2-დან 2.5 ლიტრამდე სასურველია წყლის მიღება. ბატონო ირაკლი, როგორ ჩდება ბიზონის კუზი? ეს რაღაცა ერთბაშა თუ ნელ-ნელა ხდება მისი ზრდა? ბიზონის კუზს რო უყურებთ, ყველა არის გარეთა ფასადური ესე რა ვთქვათ. შიგნით რა არის, ეს არის მთავარი. ბიზონის კუზი არის პოზიციიდან გამომდინარე, ანუ პოზიციური ბილიქსოვილების და ცხიმის პრობლემა არის, თუ ჩვეულებრივი კისრის დეფორმაცია არის, კიფოზი არის და მაგის შედეგად განვითარებული არის. მაგრამ სანამ ბიზონის კუზი განვითარდება, მანამდე გადის ეტაპი. ჯერ არის ცოტა ცხიმი, მერე ბევრი, მერე კიდევ უფრო იმატებს. ამიტომ თუ ამას თავიდანვე სწორად მიხედავს პაციენტი, რა თქმა უნდა ის როგორც ახლა ჩანს ეგეთ მაგამდე არ მივა. და ეს მაინც არის დავუშვათ ვიზუალური დისკომფორტი თუ ფიზიკური რაღაც ცვლილებებიც ახლა? უფრო ვიზუალური არის. იმიტომ რომ ეგ არის ცხიმი. რეალურად წელში უფრო მეტი ცხიმი ლაგდება ვიდრე კისერში, მაგრამ კისრის მეშვიდე მალა, მეექვსე მალა, რომელიც ყველაზე მეტად გამოწეული არის, ყველა ფიზიოლოგიურად ადამიანებში, როგორც ზოგს დიდი ცხვირი აქვს, ზოგს პატარა. ახლა ეგ ვარ ზოგს დიდი მეშვიდე მალა კისრის, ზოგს პატარა. თუ მეტი აქვს და ჩალაგდება ცხიმი, ვიზუალურად თვალში უფრო ცუდად ჩანს, თორემ რეალურად ცხიმის ფენა წელში უფრო მეტია, მაგრამ წელი შეწეულია და მაგის ქვეშ იმალება რა. რო ამბობენ ეგრეა, ხო? მკურნალობა რამდენად აუცილებელია და როგორია? მაინც პაციენტების უმეტესობა მოდის როგორც ვიზუალური პრობლემასავით. რეალურად ეს უნდა იყოს როგორც ესეთი მარტო ის რომ ვიზუალი ეგრე არა, აქ უნდა კარგად განვითარდეს სწორად ზურგის კუნთი, კისრის ტრაპეციული კუნთები, რომ მერი აღარ გაჩნდეს ისევ ეს პრობლემა. როგორც კი ამის კარგ რეაბილიტაცია ჩაატარებ, ვარჯიში იქნება სწორი ფიზიოთერაპიული მკურნალობა და ხალხს რო უყვარს მასაჟი, ხონდა პრობლემა მოგვარებადი არის. ნუ ძალიან დიდი პროცენტი და აღარ მიდის ქირურგიულამდე. ქირურგიულამდე მიდის იმ შემთხვევაში თუ პრობლემა რამოდენიმე ეტაპზე იყო უგულებელყოფილი. ანუ მისი გართულებული ვერსია არის უბრალოდ ზომაში ზრდა, ხო? და არა უმეტეს. ეს არის ქირურგიული ჩარევის საჭიროება უკვე? აქ მარტო ბიზონის კუზი არ არის.
უყურეთ, ამ პაციენტს თავი ცოტა ისეთ მდგომარეობაში აქვს, აქ სხვა დაავადებაც იქნება, მაგალითად, როგორც არის რევმატოიდული დაავადება, იმიტომ რომ თავი ძალიან უცნაურად წინ აქვს. ის რომ მარტო ამ ბიზონის კუზმა თავი წაიღოს ესე უხეშად წინ, ну ცოტა ნაკლებად სავარაუდო არის. თან მით უმეტეს ამასაკში. მაგრამ ეს მაინც ცხიმის ფენას ემოდან რაცა. დიახ. და მას დავუშვათ ახლა რომ არა, ეხლა ეს მოვიდეს ქირურგიული ჩარევა სჭირდება. თუმცა ეს რევმატოიდული პრობლემებიც სამკურნალო ექნება თავისთავად. ანუ რაღაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება. დიახ, კომპლექსური არის, ამ შემთხვევაში კომპლექსური ყველაზე სწორი არის. ქირურგიული ჩარევა არის ის რომ ეს ცხიმის ფენა შორდება? დიახ. ლიპოსაქცია? ჩვეულებრივი ისეთი და პლასტიკური. ანუ განაკვეთია არ კეთდება, ჩვეულებრივი ლიპოსაქციით მოგვარებადია ეს. უი, როგორი რაღაც ყოფილა და შეიძლება ისე გაიზარდოს დაუშვათ. იცით როგორ არის გააჩნია, რამდენად სწორად იქნება შეფასებული და ლიპოსაქციას ვაკეთებ, იქ კუნთი ეშვება. გინდა არ გინდა ის ცხიმის, ის კანის ფენა რომელიც არის, ის მოეშვება და უკასრად ამ შემთხვევაში მოიჩლაჩება ის კანი. ამიტომ თუ იმის მკურნალობა არ წავიდა ვარჯიშები და თვითონ ელასტიურობა უფრო მეტად არ გაიზარდა, რა თქმა უნდა გაჩენის რისკი მაღალია ის. ისე მაღალია, არც თუ დაუშვათ შესაძლებელი. აი და მე მაინტერესებს ვიზუალის გარდა, რამდენად დაკავშირებული არის ტკივილთან თვითონ თუ ტკივილთან დაკავშირებული არის იმ შემთხვევაში თავი მიაქცია და ჩვეულებრივი პოზიციური ტკივილი მაქვს და მე მაგალითად მქონია შემთხვევა იმდენად დიდი იყო, რომ თვითონ კისრის გვერდზე არსებულ სიძარღვებამდეც კი მიდიოდა. ამიტომ ტკივილი არის გამომდინარე თვითონ როცა თავის პოზიცია იცვლება და წინ გადადის. თუმცა პოზიციური ტკივილია რა. თქვათ აქვს გარკვეული ასაკი, რომელსაც შეიძლება გაჩნდეს, იმიტომ რომ ჩვენ მანამდე ვილაპარაკეთ, რომ დაბადებისთანავე, ну ბავშვს უკვე აქვს ეს ცხიმოვანი და საუბრობთ ბიზონის კუზზე. რა თქმა უნდა ეს დაბადებიდან არ არის. კიდევ ერთხელ ეს არის ის მდგომარეობა, როცა ეტაპობრივად ცხიმი ლაგდება. 10 წლის ბავშვში ცხიმი ვერ ჩალაგდება. ის რომელიც ძალიან გავს ბავშვებში ბიზონის კუზს, ის არის სუფთა ხერხემლის პრობლემა, ეს არის კიფოზური დეფორმაცია, როცა უკვე ვითარდება ხერხემლის მოხრილობა კიფოზი, თორე სხვა ამიტომ ყველაზე მთავარი არის, უნდა მოხდეს განსხვავება. ეს არის მარტო ცხიმოვანი პრობლემა, ანუ მარტო ბიზონის კუზი, თუ ამის ქვეშ იმალება ხერხემლის დეფორმაცია, მოხრილობა კიფოზი და მერი ამაზე განვითარებული ბიზონის კუზი. მამაკაცი ქალი რაღაც კესით არის განპირობებული იმისი? ქალებში უფრო ხშირია, იმიტომ რომ ქალის კუნთი უფრო ნაკლებად ძლიერი არის და მაგიტომ ქალებს რო ჩდება რეალურად კიფოზი მოხრილობა კაცებისთვის უფრო დამახასიათებელია ვიდრე ქალებიც, მაგრამ ქალის კუნთი ნაკლებად აქტიურია, ნაკლებად დაჭიმულია, ამიტომ იქ გაჩენა უფრო ხშირი არის რა. თუმცა ვინც ვარჯიშობს, მათ ალბათ არ გაუჩნდებათ, თუ არ არის ეს. არა, ვინც ვარჯიშობს და ვინც აქტიურად არის სპორტში ჩართული, არ უჩნდება. მე არ მქონია შემთხვევა რა ვიცი. აი დავუშვათ სახლის პირობებში გარკვეულწილად რაღაც ვარჯიშების კეთება, თუ შეიძლება რომ იყოს უკვე გაჩენილი შემთხვევაში, ესე ვთქვათ, უკუსლის განვითარების ეს პრობლემა წამოვიდა ბოლო პერიოდში, როცა ადამიანი გახდა ძალიან პასიური. ამ მრავალმა ტექნოლოგიებმა გამოიწვიეს, რომ ადამიანი გაპასიურდა. ძირითადად ადამიანების უმეტესობა ატარებს დროს ან ტელეფონში, ან კომპიუტერთან და თავს აქვს პოზიციური მოხრილობა, პოზიციური კიფოზი აქვს. ჩვენს უმეტესობა ეგრე ვზივართ. ამიტომ აუცილებელი არის ეს რომ ვთქვათ რომ საოფისე ვარჯიშები არის ძალიან ბევრი შექმნილი. მეც ვაძლევ ხოლმე პაციენტებს რომ მაგალითად 5 წუთით, 7 წუთით არის ამისი კისრის ვარჯიში, ხერხემლის ვარჯიში, რომ რაღაცა პერიოდში აი 5-7 წუთი არაფერი არ არის. ოღონდ ეს იყო სწორად გათვლილი. რომ აი ამ პასიურ ცხოვრებაში კუნთი რაღაცნაირად დაყვეს ამ პასიურ ცხოვრებას. აი თქვენ თქვით რომ სწორად გათვლილია და რადგანაც ინტერნეტში ბევრი ვარჯიში არსებობს, რა თქმა უნდა, ჯობია სპეციალისტმა გადაამოწმოს ვარჯიშები, რომელსაც შეიძლება მიმართავდეს ადამიანი. მე გაჩვენებთ ვარჯიშებს და თქვენ გითხარით, რამდენად მიზანშეწონილია დაუშვათ ამ ბიზონის კუზის შემთხვევაში მისი გაკეთება. ესე იგი, ბოთლი მარტივია, ბოთლის შემთხვევა, განვიხილოთ, რადგანაც ბოთლის ყველას მოგვეპოვება. მე მომიწევს ზურგით შეტრიალდე, ბოდიშს გიხდით წინასწარ, მაგრამ ვარჯიშისთვის ასე ჯობია. ესე იგი, პირველი ვარჯიში შემდგომი. უბრალოდ ესე ჩავწიოთ, ხელი ავწიოთ.
აი ეს თითქოს ავითარებს ამ კუნთებს, რომელიც არ ვიცი რა კავშირშია ამ კისერთან. და სიტყვით ბატონო ირაკლი. ავითარებს გვერდითა კუნთებს, ხერხემლის გვერდითა კუნთებს, რომელიც ბეჭის ქვეშ არის. ვარგა თუ არა ანუ? კარგია. კარგია. დიახ. აი მეორე ვარჯიში, რასაც ეს ბიჭი აკეთებს, არის აი ეს. დიახ. აი ესე ხო? აი მე არ არის ადვილი, სადახ? არა, მარტივი არ არის. ხო, არ არის ადვილი, მithukro თუ არა კა. ოჩახ. ეს მეორე მხარე უფრო ჭირს. ეს ძირი რომ ძიმია გადვიღან. ესეც კარგია? კი, ეგეც კარგია. რეალურად ყველა ვარჯიში კარგია, რომელიც ასოცირდება კისრის კუნთების განვითარებასთან და ეხა ვერ იფიქრებ, რომ ეხა ეს აქ მოქმედებს, თითქოს უფრო ზურგის ვარჯიშებს გავს. მაგრამ გაკეთების დროს ყველა ვარიანტში უნდა იგრძნო დაჭემულობა სად რა ტერიტორიას? აი დაახლოებით ამ ნაწილებში და ბეჭებს შორის. ბეჭის შიგნით მხარეს რა. აი ეს ვარჯიში თითქოს მკეთსაც წევს, ესე ხატია იქ. კი, ბეჭს წევს ზემოთ და თლიანად ტორსით. ეხა გრძნობ აი აქ. დიახ, და ზუსტად იქ სადაც წესით საჭირო. და მეოთხე ესეთი წრეები. ერთ მხარეს და ალბათ მეორე მხარესაც. კარგი იქნება ეს 4 ვარჯიში. ეს არის ყველაზე მინიმალური რაც შეიძლება გაკეთდეს. კიდევ უამრავი არის. არა, აქ გრძნობ დაჭიმულობა ზუსტად. ვარიანტში იგრძნობ. ანუ ეს ვარჯიში მოგეწონათ. კი, კარგი. სხვაებიც არსებობს, რომელსაც გვირჩევდი. პრინციპი არის რომ კუნთი გაიწელოს, ზედა ნაწილი. კისრის ტრაპეციები გაიწელოს და კისრის ტრაპეციები გაიწელოს. რეალურად კი მინიმუმ 3 აქტივობა მაინც უნდა იყოს დაგეგმილი კვირაში. სადღაც 25 წუთიანი მინიმუმ მაინც. ამიტომ ყვეთ როგორღაც არის ბიზონის კუზის ვარჯიშებს რო ძალიან ესე რომ აი ვამბობთ ივარჯიშოს, აქაც უნდა იყოს გათვლილი ყველაფერი. როგორი აგებულების არის, რამდენი წლის არის, როგორი კუნთოვანი მასაა, რამდენად შეუულია ვარჯიში, ცოტა მეტად აქტიური თუ ცოტა მეტად პასიური, მანდაც სხვადასხვა ტიპები არის. ამიტომ აი ესე პირდაპირ რომ ეს ვარჯიში გააკეთო, ეგრე მთლად მოწოდებული არ არის. მაინც ყველას ვურჩევ რომ ერთი მინიმალური კონსულტაცია ექიმთან მაინც გაიაროს რა. ეს პატარა ვარჯიშები რადგანაც დაგვიდასტურა ჩვენმა ექიმმა რომ გაამაგრებს თქვენ ზურგის კუნთებს. ნუ შეძლებს დაგვარად შეხედეთ როგორ მოირგებთ, სადე თუ არა და ეს კისრის ვარჯიშები რომელიც მოიპოვება ინტერნეტში, ისიც გამოგადგება. ძალიან დიდი მადლობა ირაკლი რომ დაგვითმეთ დრო და მობრძანდით. თქვენთან იქით მოსვლა ვიცი რომ საკმაოდ ისეთ ხანგრძლივ მოლოდინის პერიოდს უკავშირდება, თუმცა ჩვენთან ესე მარტივად მოხდა კონსულტაციის გაწევა. მადლობა.